საღამომშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია, ტრადიციულად ხვდებით საღამოს 9-ის ნახევარზე. დღეს გვექნება ერთგვარი ინტერაქტიული სტუდია, ასე ვთქვათ, სტუდია რვის ფორმატში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, რომ დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე, რომელიც ახლა გამოჩნდა ეკრანზე. დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ სტუდიის ნომერს 557 88 55 მოგეხსენებათ, რომ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, პატრიოტთა დიდი ერთობა, რომელშიც გაერთიანებულია დაახლოებით 53 ორგანიზაცია და პარტია, მათ შორის თქვენი მონამორჩილი თორნიკე კივილაძე გახლავთ ქართული იდეის წევრი და სწორედ ქართული იდეიდან შეუერთდა პატრიოტთა ალიანსს და გახდა მისი წევრი. შეგახსენებთ, რომ ქართული იდეის თავმჯდომარე გახლავთ ბატონი ლევან ჩაჩუა, მინდა სტუდიიდან მოვიკითხო ის ჯანმრთელობა და მხნეობა უსურო გავამხნევო მისი ოჯახი. ბატონი ლევანი ებრძვის ვერ აქცენტს და საჭიროა, რომ აი ესეთ მძიმე განსაცდელის პერიოდში ყველანი ვიდგეთ მის გვერდში, მით უმეტეს ის გახლავთ ის პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად შიშველი ხელებით ებრძოდა იმ რეჟიმებს, რომლებმაც საქართველოში დაამყარეს იმგვარი მდგომარეობა, რაც ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო იყო და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო იყო და ლევანი ამის უშუალო მონაწილე გახლდათ, ის გახლავთ პოლიტპატიმარი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ის ციხიდან გაათავისუფლეს პოლიტპატიმრის სტატუსით. დიახ, ჩატარდა ეს არჩევნები, მოგეხსენებათ. როგორ რეჟიმში ჩატარდა და ზოგადად რა სურათი იყო, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ძალიან ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან მისულებს ფაქტობრივად ცარიელი უბნები რჩებოდათ და მარტო უწევდათ შესვლა საარჩევნო კაბინებში, ასე ვთქვათ. ძალიან ცოტა ადამიანი იყო მისული და აი დაგვიფიქსირეს, რომ თურმე 1.450.000-მდე ამომრჩეველი მივიდა, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი გათვლებით დაახლოებით 400-500.000 ადამიანი მივიდა არჩევნებზე. ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის ამომრჩევლის დაახლოებით 41%-მდე მივიდა არჩევნებზე, მაგრამ ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია წინა საარჩევნო გარემო. ამაზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტობრივად თითქმის არ იმართებოდა დებატები ქალაქის მერობის კანდიდატებს შორის, პარტიებს შორის. ერთადერთი მეტნაკლებად სოლიდური დებატი, თუმცა ვიტყვის სიტყვას მეტნაკლებად სოლიდური დებატი შედგა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თბილისის მერობის 9 კანდიდატი, მათ შორის წარმოდგენილი იყო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი ოთარ ჭითანავა, რომელმაც საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და ასე ვთქვათ, თავისი პოზიცია დააფიქსირა ამ დებატებში. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. ისაუბრეთ. გისმენთ. ბრძანეთ. რა ვიცი, ლოგიკურად ყველაფერს კარგად ამბობ, მაგრამ აღლა ის რა იყო, რა ქვია, 400.000 კაცი მივიდა ვაღა. თქვათ გვიგუმარებ თუ ამით თქვენ იმას დავგია ტელევიზიას და იმას თქვენ მომხრეებს ხატვის არცემთ ამით თქვენ. ამისა ხალხი ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამ შეურაცხყოფას მე ნამდვილად ვერ მივიღებ. ჩვენ გქონდა პარტიაში საუბრები ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენი გათვლებით დაახლოებით ამდენი ადამიანი იყო მისული და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საარჩევნო უბნებზე მივიდა, პირდაპირ აცხადებდა, რომ იყო ერთადერთი
ვინც იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე და მე ერთსაც გეტყვით, აი მარტივ მაგალითს გეტყვით, საერთოდ ყოველთვის როდესაც რაღაცას ვაცხადებთ, უნდა გქონდეს საამისო არგუმენტი, ხომ? აი მაგალითად რუსთავში იყო ასეთი შემთხვევა. ინფორმაცია მოგვაწოდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის რუსთავის ორგანიზაციამ, რომ 5 ამომრჩეველი იყო შესული საარჩევნო უბანზე და ეგრეთ წოდებულ ჩეკებში, მონაწილეობის მიმღებთა ჩეკებში ეწერა 18. 5ჯერ ისე მაპატიეთ, 3ჯერ და 4ჯერ უფრო მეტი ადამიანი იყო დაფიქსირებული და ასეთი შემთხვევები იყო საკმაოდ მრავლად. მე ერთსაც დავამატებ და გეტყვით. ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომელიც სადაც რომლის მიერ ჩატარებულ არჩევნებშიც მხოლოდ 40% მიიღებს მონაწილეობას და იმის ნახევარს აიღებს? ზარია პირდაპირ ეთერში ხართ მობრძანდით. ისაუბრეთ. ეფექტივა. დიახ, ეთერში ხართ. ერთი რამინა რომ თქვა. დიახ. ერთი ვერ მივაწვდი, მაგრამ მე როგორ მივაწვდა, თქვენ მაინც მიაწვინეთ ხმა რომ. თქვენ მაინც მიაწვინეთ ხმა, მე ვერ მივაწვდი ხმა. გვეძახიან ძალიან კარგად ვართ, აპრინციპ მაგარია ეკონომიურად ძლიერი ვართ. თუ კი ასეთი ძლიერებია არიან, თუ კი ასე ეკონომიურად მაგრად არიან, რატო პენსიას არ აძლევენ 1000 ლარს? მოხუცხავს, რომელმაც ესე იგი აქ მოიყვანა მაგინი და დააძინა. ძირითადად ხერი ხალხი იყვნენ და ხერმა ხალხმა ისწავლეს და დააძინეს. ეტაპში მაგდა. თუ კი ასე იყო და ეგენი ასე გაღლეტილი იქნებოდნენ. ვინ მიუძღებოდა მაგასაც, ვინ მეიყვანდა, მაგრამ ერთი რატო ასე ეკითხებით იმას, რომ თუ კი ასეთი ეკონომიურად ძლიერები ვართ, პენსიას რატო არ აძლევთ ამ მოხუცხალს, უყოფნის სამალში და მასში სამალში. მართალს ბრძანებთ, ბატონო. მართალს ბრძანებთ და აუცილებლად ვეცდებით, რომ რა თქმა უნდა მივაცვინოთ ხმა. ნუ აი საშინელ მდგომარეობაში არის თანამედროვე საქართველოში პენსიონერთა ყოფა. საშინელ მდგომარეობაში არის და არაერთი ზარი შემოდის ქართველი პენსიონერების მხრიდან. ისინი აცხადებენ, რომ მედიკამენტსა და საკვებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება შეიძინონ მედიკამენტი თუ საკვები, პენსია არის ძალიან დაბალი. ამ პირობებს ემატება ისიც, რომ აცხადებენ თითქოს ძალიან დიდი ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში და ფაქტობრივად ეკონომიკური ბუმია, ეკონომიკური აყვავების პერიოდია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველია. ფაქტობრივად სამსახურების უმრავლესობაში არის 500, 1000, 1500 ლარიანი ხელფასები, არის უფრო დაბალი ხელფასებიც. კი გამოდიან და ამბობენ, რომ საშუალო ხელფასი არის 2200 ლარი, მაგრამ ეს არის, რა თქმა უნდა, თვალებში ნაცრის შეყრა, იმიტომ რომ როდესაც საშუალო ხელფასი გამოითვლება, იქ ადარებენ იმ ადამიანების ხელფასებს, რომელსაც აქვს მაგალითად 20000 ლარი და მეორე ადამიანს აქვს 10000 ლარი და ასე გამოიანგარიშებენ ამ საშუალოს და შესაბამისად უმჯობესია რომ დავიანგარიშოთ ხელფასის მოდა, ანუ რომელი ხელფასი მეორდება ყველაზე ხშირად და ყველაზე ხშირად მეორდება სწორედ ეს 500, 1000 და 1500 ლარიანი ხელფასები, მაგრამ ამ 1500 ლარიან ხელფასსაც ძალიან სერიოზული მონაცემები სჭირდება, რომ აგიყვანონ სამსახურში და მინიმუმ 1500 ლარი ანაზღაურება მოგცენ. რასაკვირველია, ეს ძალიან რთულია. რაც შეეხება ზარია პირდაპირ ეთერში ხართ მოგზანდით. ბრძანეთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ესმის ჩემი ხმა? დიახ, მესმის. ობიექტივი ვეკავ ხომ? დიახ. ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. დიახ. ვართ რაიონიდან, ხაშურის რაიონი, სოფელი წაღლია. დიახ. ბოდიშით თუ გადაუხვიეთ თქვენს ლაპარაკს, მაგრამ არა უშავს, ხალბატონო, ისაუბრეთ. და მაინტერესებს, აკეთებენ გზას. სიგაგზები რომ არის, ხომ იცით? დიახ. და
რა აკეთებენ და ჩვენთან ვქებით ერთი მოსახლე გვტოვებენ. ეგ თუ შეიძლება ამიხსენით რა, მარტო ერთი ოჯახი კი არა ვართ, ეს ოჯახი ცხოვრობს თუ საუბრობთ. დიახ. გასაგებია, მე ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური პირი არ ვარ, რომ ამაზე პასუხი გაგცეთ, უნდა მიმართოთ უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტს და უნდა დაუშვათ ეს კითხვა, მაგრამ გადაცემის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ კვლავ დარეკოთ ამ ნომერზე და მოვინიშნავთ ჩვენ ამ თქვენ შეკითხვას და კომპეტენტური პირი ეცდება, რომ ასე ვთქვათ, პასუხი გაგცეთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ არასამართლიანი მიდგომა არის ნამდვილად. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ საუბრობდით აქ ეკონომიკურ განვითარებაზე. არსებობს მოსაზრებები, მუსირებს საზოგადოებაში მოსაზრება, რომ თურმე საქართველოს ეკონომიკურად ვითარდება, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ეს არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურს საქართველოს მოსახლეობას, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი სოციალურად დაუცველია, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ძალიან მცირე ანაზღაურებაზე. ფაქტობრივად აი ამ ეკონომიკური პრობლემების გამო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტოქტონი ერის, ეთნიკურად ქართველი ერის დიდი ნაწილი გადის საზღვარგარეთ და ფაქტობრივად იქ ლუკმაპურის საშონელად მიდის. ხშირად ისმება ხოლმე სოციალურ ქსელებში საკითხი, რომ აი ლუკმაპურის საშონელად კი არა, სინამდვილეში გასამდიდრებლად მიდიანო, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი მდიდრდება საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოსდან წასული, ძალიან მძიმე ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ შრომას ეწევა საზღვარგარეთ და სწორედ აი ამის ხარჯზე შეიძლება ითქვას, რომ არსებობს დღეს საქართველოს საუბარია საზღვარგარეთიდან გადმოგზავნილ თანხებზე და ფაქტობრივად ემიგრანტები ინახავენ ჩვენს სამშობლოს. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მოგბრძანდით. გამარჯობათ. აი ჯარის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ეკონომიკა წინ მიდის. და არ გვეუბნებიან, რა დარგის მიხედვით მიდის ჩვენი ეკონომიკა წინ. ანუ რა დარგში ვარ ჩვენ ისეთი განვითარებული, ან ისეთი პროგრესი გვაქვს ეკონომიკის, რომელ დარგში მიმართულებაში ვარ ჩვენ ძლიერები, რომ ჩვენ მივდივართ წინ. არასოდეს არ გვიშიფრავენ ამას. ეს არის ყურილი ლაპარაკი, ზოგადი თქმა და ეკონომიკა თუ იმით მიდის წინ, რომ ესეთი ფასებია ელემენტარულად პროდუქტებზე, რომელზედაც არასოდეს არ იყო ასეთი ძლიერი ფასები, ასეთი მაღალი ფასები. თუ ეს არის ეკონომიკის წინსვლა, მაშინ ჩვენ წინსვლა კი არა გვაქვს, საერთოდ არ ვიცი სადმე ვექანებით. და კიდე ერთი კითხვა. სრულებით გეთანხმებით, ქალბატონო, ბრძანეთ. და ერთი კიდე კითხვა მაქვს, ჩვენ მოსახლეობასთან პირადად თქვენს, აი გამიანალიზეთ ეს მომენტი, რომ ქართველები არასოდეს არ გამოვდივართ სოციალური საკითხებით საპროტესტოდ. მე არ ვიძახი, რომ რევოლუცია უნდა მოვახდინოთ, მე არ ვიძახი, რომ არეულობა უნდა მოხდეს, მაგრამ მე ვიძახი იმას, რომ ჩვენი მოთხოვნა მოსახლეობის, რომ მივიტანოთ ჩვენს მთავრობის ყურამდე, არ შეიძლება, რომ გამოვიდე და უბრალოდ მოვითხოვოთ, რომ ან ფასებს დაარეგულიროს, ან ხელფასები მოამატოს, ან სოციალური რაღაც საკითხები გადაწყვიტოს. ქალაქ თბილისი, დედაქალაქი შეიძლება ვიმსჯელოთ მთლიანად საქართველოზე. ნახევარი თბილისი ინგრევა თბილისი. კაცი შვილი მოპასუხე ამ საკითხზე არ აქვს, გესმით? მე მიყვირს უბრალოდ. ეს როგორი ის არის, ახლა ვისთვის იქნება საინტერესო ვიღაცის პოლიტიკური აზროვნება, პრორუსი იქნება თუ პროევროპელი, კაცო, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ცხოვრება, ხო? არასოდეს არ უნდა გამოვიდე ჩვენი მოთხოვნებით. არ მესმის მე რა, საერთოდ არ მესმის როგორ აზროვნებს ჩვენი საზოგადოება. დიდი პატივისცემის მიუხედავად, დიდი მადლობა. გაიხარეთ, ქალბატონო, მე სრულებით ვეთანხმები თქვენს სულისკვეთებას. ძალიან ხშირად სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ სოციალურ ქსელში საჯაროდაც სხვადასხვა მედია საშუალების, ასე ვთქვათ, გადაცემის ფარგლებში
ძალიან ხშირად მithქვამს, რომ სოციალური საკითხი და ეროვნულობის საკითხი ეს არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული თემები. ვინაიდან სოციუმის და ერის ამოსავალი პრინციპი, ამოსავალი წერტილი არის ხალხი. შესაბამისად, ნებისმიერი ხელისუფლება და მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ოპოზიციაც, ჯანსაღ ოპოზიციაზეა აქ საუბარი და არა იმ თვითმარქვიებზე, რომლებმაც თავი მოგვაბეზრეს ბოლო 35 წელიწადში. ბუნებრივია სოციალურ თემაზე, სოციალურ თემატიკაზე აუცილებლად უნდა გამოვიდეს ქართველი ერი და აუცილებლად უნდა გააპროტესტოს ის მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი უკვე 10 წლეულებზე მეტია. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. საღამოშვიდობის. ეხლა ერთი შეგვიძლია მაგალითად ავტომობილთან. აი თქვენი აზრით მაინტერესებს. შეკითხვას უპირობო. და თქვენი აზრით მაინტერესებს. რამდენი პრეზიდენტი ყავდა საქართველოს 5 წლებში და არც ერთ საკადრია არის საღდრისი ანუ ეროვნული განცდი პარტიები დაეფეთქებინა იქ ხოლმე დაახლოებით ერთი მოახერხებს 50 მილიარდი დოლარის უკრო ამოიღეს არა უკრო იქით იყოს როცა ეროვნულ სოფლებს ყველა კუთხეში როცა ესეთ რამე გააკეთონ ალბათ ეროს დანარჩენს რადგანზე გამოუტანენ კანონით რო იქია. ხოდა ამათ რატო არავინ პოსტს განასწრებს რომ ყველა პრეზიდენტი იყო, მეადი იყო, ის იყო. ხოდა არავის არ უყადრია რომ საგდრისი ეფექტებინა, ეროვნული განძი, საქართველოს ღირსება ეფექტებინა. ესენი ვინ არიან? რატო პროკურორები, გენერალური პროკურორები რატო პასუხს არ მოთხოვენ? ამათ ბავშვმა ერთხელი გაიქნია ეს თავრობა არ არის ნუ არ არის ყველაფერში მაფია ყველაფერში კორუფცია მერვე კლასის ბავშვებს ფურდობა ასწავლეს ხალხო მეცხრე კლასის ბავშვებს არ დაგიწერებო მიდო გატეხეთ მაღაზიებიო ისინი შეხავენ აი და შეგვიძლია ხუთჯერ გაწდა გვინილაი არავინ არ აიჭირებს რა უნდა ბავშვიაო და ის პატარა ბავშვი ხვალზე ვინმე განაზარწყავს პასუხს არავის არ ასწავლენ არ ვიცი ძმაო, აი თქვენი ხარით, რატო არ პასუხი, რატო არ მოეწყება ამ თავრობას, ვიცინასა და კალათის თავადობით, უაფეთქეს ისიდან და მოდის ერთი 100 მილიარდი დოლარი უკრო ამოიღეს. პასუხი გამეცეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა ამ საკითხის გაჟღერებისთვის. სხვათა შორის საკმაოდ ისეთი დიდი ხნის წინ მოხდა ეს, არც თუ დიდი ხნის წინ მოხდა ეს ფაქტი, ეს შემზარავი ფაქტი. მაშინ მე სტუდენტი ვიყავი, როცა საღდრისი ააფეთქეს. ჯერ კიდე იმ დროიდან მოყოლებული მე სხვა სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ვიბრძოდი საღდრისის აფეთქების წინააღმდეგ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ასევე იყო ის ორგანიზაცია, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა საღდრისის აფეთქების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური, ჩვენი ისტორიული საგანძური. ადგილი, სადაც ჩვენი უძველესი წინაპარი მოიპოვებდა ოქროს და ხშირად თავის გამოსვლებში ისტორიკოსი ბატონი პეტრე ქოჩაკიძე ამბობდა, რომ საქართველოს აქვს არა 3000 წლოვანი ისტორია, როგორც ამას ამბობენ, არამედ 4000 და მეტი წლის ისტორია და აი სწორედ საღდრისი იყო იმის მაგალითი, რომ საქართველო და ქართველი ერი იყო ერთ-ერთი პირველი მათთაგანი, რომელიც მოიპოვებდა ოქროს და საუბედუროდ არ მოხდა დამნაშავეების დასჯა. მოგვიანებით კიდევ გიპასუხებთ ამაზე. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. ალო. ბრძანეთ ხალბატონო. მე მინდა ლევან ჩაჩვასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ რა ინფორმაცია რა. და მოვისმინეთ მე მაგ უზვირფასესი რუსი აკადემიკოსის რეცეპტი რომელიც 20 დღეში კლას კიბოს უჯრედებს. უამრავი ხალხი ყავს განკურნებული. ხოდა ეს პირადად წამალი მე გავამზადე ჩემი ხელით და გაუგზავნე ლევანის საფრანგეთში. დიახ. ჩავიდა და კიდეც ჭამდა ის კაიხარი მოასრო იმან ჭამა. მაგრამ იქ ეთყობა ექიმებმა აულიეს ჩქუაგონება რას ქვიაო ესო
ცოტა ისეთი პროდუქტებიც არის ნიორი, ნიგოზი, ხორბალი, ისა რა ქვია, ლიმონი და ქაფლით კეთდება ეს საბალი. ხო და ხორბალის იგო ნიგოზიო იმას მოკლავსო ეიო აიო და ველაპარაკებოდი ხოლმე რა ურეკავდი ხოლმე და საუბრობდით და ამან იმდენი ხანი მოასწრო იმის ჭამა რომ ის უკვე განკურნებულია სინამდვილეში იმას იმსივი აღარ აქვს მაგრამ აურიეს გონება და ბოლოს რო დაურეკე რა ეს და უკმაყოფი რო თვითა რომ ესეო მითხრესო რა თქვია ეგრა იგიაო ეიო აიო ხო და ნუ usmine ხარშევე პასუხებოდი და ბოლოს რო დაამთავრა უცხარი რომ შილო ხომიცი რომ ეს უძვირფასესი იგია მე პირველი კლიენტი არ ამხადა და სხვათაშორის რომ მიწოდეთ მე უფლის დავალებით უამრავ ხალხი მყავ განკურნებული უფლის დიდი ხატი მაქვს შვილო და პირდაპირ მიმითითა რომ დაეხმარე ხალხსო და გესმით დაეხმარეო და ასაგებია ქალბატონო პირველ რიგში მადლობა ლევანსის რუნისთვის ხო რაც შეეხება ეს სამედიცინო საკითხია და აქ რა თქმა უნდა თავად ლევანმა და ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ მე არ ვარ კომპეტენტური რომ ამ საკითხზე ვისაუბრო ცხადია არ ვარ ექიმი და მე ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით განცხადებას მაგრამ რასაკვირველია თქვენი სურვილი ლევანის განკურნებისა და თქვენი მზრუნველობა მასზე ძალიან დასაფასებელია და ძალიან მიხარია რომ თქვენმა წამალმა ეს პროცესი შეაჩერა თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აქ გადაწყვეტილებას იღებს ექიმთა ჯგუფი და თავად ლევან ჩაჩუა და ასე ვთქვათ მათ გადაწყვეტილებაზე არის ყველაფერი დამოკიდებული დაუბრუნდები ისევ საკტრისის საკითხს ნუ თქვენ ახსენეთ რომ წინა გამოსვლას მიმართავ რომ არ არიან დაპატიმრებული ის პირები რომლებმაც გასცეს საკტრისის აფეთქების ასე ვთქვათ ბრძანება განკარგულება და ახსენეთ ტერმინი მაფია მაფია არის იტალიური სიტყვა რომელიც ნიშნავს თავშესაფარს და საუბედუროდ ყველა ქვეყანაში არსებობს გარკვეული კლანური დაჯგუფებები არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს მაინც და მაინც მაფიოზური კლანი შეიძლება იყოს გარკვეული გვაროვნული თუ გარკვეული ნიშნით წარმოქმნილი წარმონაქმნი რომელიც თავის თავში აერთიანებს იმ ბოროტ მოქმედებს რომლებიც თავიანთი მერკანტილური ინტერესების დასაცავად ყველაფერს აკეთებენ და არაფრად დაგიდებენ შენ არც ეროვნულობას, არც ისტორიას, არც ტრადიციებს, არც კულტურას, მხოლოდ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე ზრუნავენ და ბუნებრივია ასეთ პირობებში რასაკვირველია ძალიან საზიანო გადაწყვეტილებები არის ხოლმე მიღებული, ანტიეროვნული გადაწყვეტილებები არის ხოლმე მიღებული და რაც შეეხება უშუალოდ საყდრის მე ძალიან ბევრი ისტორიკოსისგან ვიცი რომ ეს არის ის ისტორიული დანიშნულების ადგილი, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო მიგნებას გახსნიდა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და ბუნებრივია რომ მისი აფეთქება იყო უდიდესი დანაშაული და ყველაზე საგულისხმო ის არის რომ საუბედუროდ ჩვენ ვერ შევაჩერეთ ეს პროცესი. საუბედუროდ ქართულმა საზოგადოებამ ვერ შეძლო ამ პროცესის შეჩერება, თუმცა ამაში დამნაშავე ქართული საზოგადოება კი არა ის პირები არიან, რომლებმაც ეს უნიკალური ადგილი ააფეთქეს. ზოგადად აღსანიშნავია ისიც, რომ ასე ვთქვათ ერთი წუთით ზარია ეთერში პირდაპირ ეთერში ხართ მობრძანდით ალო გისმენთ როდისმე მომის ვეტერანი ვარ დიახ ხალხია ეს ტერორისტები თუ დააკავეს კიდე რამე ეკავს და საკარებია რატო არ გაიგებენ ამდენ თემი რუსთავინო გადაჭედილი ამათი რატო აკენებენ იქ თუ გაგზელება არ უნდა ამის საკასმირო პაიპოს იქანა სადღაც რატო არ უნდა მეკაც ეხეს გასაგებია თქვენი პოზიცია ბატონო ნუ ის პროცესები რაც განვითარდა რუსთაველზე ბუნებრივია სდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს და
არ შეიძლება ძალადობრივი გზით ადამიანმა იფიქროს ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლის არის მშვიდობიანი გზა. თუმცა აქვე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ საუბედუროდ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობას აზრი დაეკარგა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ლეგიტიმური გზით წავსულიყავით, მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, მიგვეცა შანსი პირველ რიგში ჩვენი ამორჩევლისთვის, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიაში და მიგვეცა შესაძლებლობა ჩვენი ამორჩევლისთვის, რომ აერჩია ეს სასურველი პარტია, მაგრამ როგორც ხედავთ, საქართველოში არჩევნებმა ყოველგვარი აზრი დაკარგა, გამომდინარე იქიდან, რომ არის ტოტალური გაყალბება საუბედუროდ და ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. ვინ დამარწმუნებს მე იმაში, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა თბილისში 1%-ზე მეტი ვერ მოიპოვა და ვერ გადალახა თუნდაც ის ყბადაღებული 4%-იანი ბარიერი. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ რაიონში, კერძოდ ყაზბეგში, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი საკრებულოში, რადგან ბარიერი გადალახული იქნა. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. საღამომშვიდობის. ვერ შევაჩერეთ საყდრის აფეთქება. ვერ შევაჩერეთ მიწის გაყიდვები. ვერ შევაჩერეთ ამ უცხოტომელთა შემოსევა ქვეყანაში. ვერ მივახციეთ, რომ დემოგრაფიულ გაუმჯობესებაზე იფიქროს მთავრობამ. რისთვის გვინდა ეს მთავრობა ამიხსენით ერთი, ასე რამ დააბრმავა ქართველიერი ძალიან მიკვირს მე. კარგად გამდებოდეთ. გამარჯობათ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ საუბედუროდ წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში ითესებოდა ნიჰილიზმი. ნიჰილ ლათინურად ნიშნავს არაფერს და არავინს. აი სწორედ ამ ნიჰილიზმის ბრჭყალებში დამსახურებაა ის, რომ ქართული საზოგადოება როგორც ჩანს ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე იმისათვის, რათა წინააღმდეგობა გაეწია მთელი რიგი პრობლემური საკითხებისადმი და ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ ერი უნდა გაერთიანდეს და ამ ერის გაერთიანების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს თუ არა ნაწილობრივ წილს მაინც შეიტანს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო ძვირფასებო, რომ როდესაც მოწოდებები კეთდება გაერთიანებასთან დაკავშირებით, როდესაც მოწოდებები კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა დავდგეთ და მხარ უნდა ვიბრძოლოთ. ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა და ვერც ერთი ძეხორციელი, ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა თუ საზოგადო მოღვაწეები ახლა ნაკლებად ყავს ჩვენ საუბედუროდ ქართულ საზოგადოებაში დღეს ისეთები როგორიც ადრე ყავდნენ, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია და სწორედ ამ ღირსეული ადამიანების გარშემო უნდა დავირაზმოთ და გავერთიანდეთ. სხვა შემთხვევაში პროცესი ისევ წავა ძალიან ნეგატიური სვლაგეზით, გამომდინარე იქიდან, რომ თუ არ გავერთიანდით, თუ არ დავდექით ერთად, ისევ გაიყიდება მიწები, ისევ აგვიფეთქებენ ახალ საყდრისებს, ისევ იქნება ეს ეთნიკური ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც საუბედუროდ მიმდინარეობს და ასე შემდეგ. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. შესაძლებლობა გვაქვს, თუ კი არსებობთ. და თანამდე არსებობდით იყურებდი სულუსავით და რავით თავისუფლება ირჩებოდა. ეხლა ხო შეიძლება ამის გაკეთება თქვენიდან დამოკიდებული. თუ რო ვიძახოთ ძალიან ხალხი არ გულდება, რამდენ ხელს უნდა ვიძახოთ ეს? მართალს ბრძანებთ ბატონო, მე სრულიად ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას და მე ძალიან ხშირად აღვნიშნავ ხოლმე საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პარტიულ კრებებზე ამას, რომ აუცილებელია, რომ მოხდეს ძალის დემონსტრირება და მშვიდობიანი დემონსტრაციები, მშვიდობიანი აქციები, რა თქმა უნდა, მშვიდობიანობის და კონსტიტუციურობის ჩარჩოების, კონსტიტუციის ჩარჩოების ფარგლებში ეს განხორციელდეს, ვინაიდან უნდა მოხდეს ძალის დემონსტრირება და იმის ჩვენება, რომ ქართული საზოგადოება ცოცხალია, ქართული ხალხი კვლავ
ძველებურად ბრძნულად აზროვნებს, ჩვენ ბრძენი ხალხი ვართ, რამდენიც არ უნდა იძახოს ვინმე, რომ ჩვენ ბრძენი ხალხი არ ვართ, ეს არის ტყუილი, ვინაიდან ქართველი ადამიანი შეიძლება ერთხელ, ორჯერ მოატყუო, მაგრამ მესამედ და მეოთხეჯერ მას ვეღარ მოატყუებ, იმიტომ რომ ის არის ბრძენი. ზოგადად ამ ტყუილთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ საუბედუროდ ჩვენ ძალიან არ გაგვიმართლა პოლიტიკოსებში, ამას სხვათაშორის ბატონი ლევან ჩაჩუვასგან ვისწავლე ეს ფრაზა, ხშირად ამბობდა ხოლმე ბატონი ლევანი, რომ ჩვენო სამწუხაროდ პოლიტიკოსებში არ გაგვიმართლა. დიდებული მეცნიერები გვყავს, დიდებული საზოგადო მოღვაწეები, სპორტსმენები, მაგრამ პოლიტიკოსებში ძალიან არ გაგვიმართლაო და საბედნიეროდ საქართველოში არსებობს პოლიტიკური ძალა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ასე ვთქვათ, სახით, რომელსაც შეუძლია საზოგადოების გაერთიანება და დარაზმა და მისი გამოყვანა მშვიდობიან დემონსტრაციებზე და ჩვენ ამ ხერხს აუცილებლად მივმართავთ, იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვჩება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს ცივილიზებულ საზოგადოებას, რომ საქართველოში არსებობს ეროვნული მუხტი, ეს ეროვნული მუხტი არ გამქრალა. აუცილებელია მისი გამოცოცხლება, აუცილებელია საზოგადოების გამოფხიზლება და ერთი საერთო მიზნის გარშემო დარასვა და ეს ერთი საერთო მიზანი ცხადია არის მამულის ენის სარწმუნოების დაცვა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავის გამოსვლებში, თავის ქადაგებებში ხშირად აღნიშნავდა, რომ არც საქართველოს პატრიარქს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც ერთ ქართველ პოლიტიკოს, არც ქართულ პარლამენტს არ აქვს იმის უფლება, რომ გაყიდოს ქართული მიწა. და მაშინ, როდესაც დიდ დღესასწაულებზე ესა თუ ის მავანი პოლიტიკური ფიგურები დგანან დიდი კელაპტრებით ხელში და ირგებენ, ასე ვთქვათ, დიდი მორწმუნის ნიღაბს, აი მათ უნდა ახსოვდეთ, რომ პატრიარქი რას მოუწოდებს მთელ ერს და რას მოუწოდებს მთელ პოლიტიკურ სპექტრს და არ უნდა დაგვავიწყდეს პატრიარქის შეგონებები. ერთია პატივისცემა პატრიარქის მიმართ და მეორე არის იმ შეგონებების აღსრულება, რომელსაც ის ჩვენ გვაძლევს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი ეს რჩევები გავითვალისწინოთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დავადგებით იმ გზას, რომელიც უბსკრულამდე მეგვიყვანს და ეს უბსკრული საუბედუროდ არც ისე შორს არის. მე შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ნომერს, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ, დასვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით. სტუდიის ნომერი გახლავთ 557 88 55 88. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. ჰალო. ბრძანეთ ბატონო. ახლა ვისმინე. ამან სამწუხაროდ გაითიშა. დედა ეკლესიის პოზიციას ყოველთვის ზარია, მობრძანდით პირდაპირ ეთერში ხართ. ისევ გაითიშა სამწუხაროდ. დედა ეკლესიის პოზიციას საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან სწორედ დედა ეკლესია იყო ეროვნულ ძალთა შემკრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეპისკოპოსის იქნება ეს თუ ღირსეული სასულიერო პირის შეგონებები ჩვენ შევისმინოთ და ჩვენი ცხოვრების წესში დავნერგოთ ის სიკეთეები, რასაც ისინი გვიქადაგებენ. ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული მუშაობა საჭირო. მე მახსოვს პატრიარქის მოსახდრე, მისი ყოვლად უსამხლელო ესობა, მეუფეშიო მუჯირი აცხადებდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიამ დაიწყოს ფართო მასებში, კიდევ უფრო ფართოდ გასვლა მასებში და განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებში უნდა ჩაინერგოს ის ქრისტიანული მუხტი და სულისკვეთება, რომელიც მათ პიროვნულ სრულყოფას ემსახურება. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. გამარჯობა. მოგესალმებით. დიახ. ესე იგი, გუშინ თქვენ ამ დროს გადიოდა ტელევიზიაში კრიტიკული აზრი ასეთი. დიახ.
და საქმე იმაშია, რომ კრიტიკული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ. როგორც კი შეატყობენ თავის პოლიტიკას და თქმება ეგრევე შეშორდა. დაარქვანჯობია ჩვენი აზრი და უფრო გასაგები იქნება. ეს რაც შეეხება არჩევნებს. არჩევნები ჩატარდა ნორმალურად. კარგია რომ ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა ბოლომდე. ნაციონალური მოძრაობა არ მონაწილეობდა ამ არჩევნებში ბატონო. ნაციონალური მოძრაობა მიტინგს ატარებდა, რომლის მიზანი იყო გადაეპირა ქვეყანა და კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობდა. მე არჩევნებს არ გულისხმობ, დამარცხდა მიტინგზე რომ კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, მაგაში გეთანხმებით. კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. პატრიოტ ალიანსის დამარცხებაში დამნაშავეები არიან მათი ლიდერები და საერთოდ პარტიის შეფასება პოლიტიკური მოვლენებზე დაკავშირებით. ფედერალურში მას ის მიტინგები რომელსაც ნაცები აწყობდნენ და თქვენი ტელევიზია, თქვენი პარტია კიდე ისი აშუქებდა მხარს უჭერდა, არ შეუდგა. იგივე რიტორიკით ამაში ვერ დაგეთანხმებით ბატონო, ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ არ უჭერდით მხარს ამ აქციებს. გულისხმობთ, იგივე შეფასება იყო. ბატონი თანხმობრივი ამბობდა, რომ მშვიდობიანი მიტინგები, ძერბელი ძალა გამოიყენეს, სიდისის პატიმრები ატეშენლე ყველაფერი რასაც ნაცები ამბობდნენ და ფოსები ისე თქვენი პარტია აფოსეთ. კარგით, გასაგებია თქვენი პოზიცია ამ დემაგოგიის მოსმენას მე ნამდვილად არ ვაპირებ. სხვათა შორის შეგახსენებთ ბატონო ჩემო და შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნაციონალური მოძრაობის დამარცხების საქმეში ლომის წვლილი შეიტანა სწორედ იმ კადრებმა, რომელიც მოიპოვა წინააღმდეგობის მოძრაობამ. რომლის სათავეში იდგნენ ბატონი დავით არხანმაურავი და ქალბატონი ირმა ინაშვილი და კაციშვილმა არ იცის ის კადრები რომ არ გასულიყო ეთერში რა შედეგით დასრულდებოდა ის 2012 წლის არჩევნები და ის ხელისუფლება რომელიც შემდგომ სათავეში მოვიდა უგულისხმობ ქართულ ოცნებას ყაბულს იყო რომ 40%-ით მაინც შესულიყო პარლამენტში, მაგრამ როდესაც ეს კადრები გავრცელდა, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გული მოეცათ რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და რა პოლიტიკა გაატარეს მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან კარგად დავინახეთ და როდესაც საუბარი არის ნაციონალურ მოძრაობაზე, სწორედ ქართული ოცნება იყო ის პარტია, რომელმაც გააცოცხლა ეს ძალა და რომელიც მუდმივად გვაშინებდა ამ ძალის დაბრუნებით ხელისუფლებაში. არ აქვს დღეს ნაციონალურ მოძრაობას იმის გაქანება და იმის ძალა რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს ამას პირველ რიგში ქართველი ხალხი არ დაუშვებს და არ დაუშვებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ბატონო ჩემო და სწორედ ქართულ ოცნებას მოვკითხოთ ის რომ ნაციონალური მოძრაობა დღემდე არსებობს რაც შეეხება აქციების დარბევებს მე ერთ რაღაცას გეტყვით ბატონო ჩემო რომ ამ აქციებზე არ დგას მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ლელოს და პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერები. ამ აქციებზე დგას ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მხარს უჭერს პროდასალურ კურსს, რომელიც მხარს უჭერს ცივილურ საზოგადოებაში ცხოვრებას, არიან აპოლიტიკურები და არ არიან მათი მხარდამჭერები და არ შეიძლება ესე ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა და იმის განცხადება, რომ ის ახალგაზრდები, ვინც ამ მიტინგებზე დგანან და ვისაც ძალადობრივად არბევენ, საშინლად არბევენ, არიან დამნაშავეები. ამის განცხადება არის ძალიან დიდი დანაშაული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კადრი გავრცელდა. ჯერ ეს ერთი მე პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც ცდება მშვიდობიანობის პრინციპს, მე ამ პროცესის წინააღმდეგი ვარ მთლიანად. რევოლუციებით საქმე არ კეთდება და რევოლუციით პირიქით განვითარების ვექტორები ყოველთვის უკან იხევენ და განვითარება ფერხდება. მაგრამ აქ სხვა რაღაცაზეა საუბარი ბატონო ჩემო. საშინელი კადრები ვრცელდებოდა ტელევიზიით. აი მაგალითად ერთ-ერთ კადრს გეტყვით. მიწაზე გდია ახალგაზრდა კაცი. პოლიციელი მიდის ჯერ ქუსლს ურტყავს თავში, მერე თავში ურტყავს ეს პოლიციელი ამ საცოდავ ახალგაზრდას. აი თქვენ შვილს რომ ესე ვინმე მოექცეს. აი საინტერესოა ერთი, რა რეაქცია გექნებათ მერე. აი მართლა საინტერესოა. თუ ის ახალგაზრდა თქვენი შვილის თანატოლი არ არის და იმისი გასაჭირი თქვენი გასაჭირი არ არის. აი ამაზე არის საუბარი და როდესაც სინდისის პატიმრებზე საუბრობთ, ერთ სინდისის პატიმრებს გაგახსენებთ მე. გახსოვთ ალბათ 5 ივლისის მოვლენები, როდესაც ქართული საზოგადოება გამოვიდა ამ ეგრეთ წოდებული LGBT პრაიდების წინააღმდეგ და ამაზედაც ვისაუბრებ მე აუცილებლად.
იქ დააპატიმრეს ძალიან ბევრი ღირსეული ქართველი ვაჟკაცი. ძალიან ბევრი ღირსეული ქართველი ვაჟკაცი. და ოცნებას ყავდა სინდისის პატიმრები ამ მიმართულებით. ისინი არ იყვნენ სინდისის პატიმრები? ის ადამიანები, რომლებიც არაკანონიერად დააკავეს, რომლებიც გამოდიოდნენ LGBT პრაიდის წინააღმდეგ, არავისთვის ხელი არ დაურტყამთ და არანაირი ძალადობრივი აქტი არ განუხორციელებიათ, LGBT პრაიდის წინააღმდეგ გამოსვლის გამო ციხეში დარჩნენ და დღეს ურცხვად გამოდის ხელისუფლება და გვიცხადებს, რომ ისა თურმე LGBT პროპაგანდას ებრძვის. რა LGBT პროპაგანდას ებრძვის? მოყოლებული 2012 წლიდან რამდენი პრაიდის მოწყობის მცდელობა იყო და ამის ავანგარდში იდგა ქართული ოცნება. და დღეს გამოდიან და აცხადებენ, რომ LGBT პრაიდები თურმე ცუდია. ვისასწავლით თქვენ ჭკუას? გუშინ ლიბერალები იყავით და დღეს კონსერვატორები გახდით, არა და ხვალ ისევ ლიბერალები გახდებით, რომ თქვენი პირადი კეთილდღეობა შეინარჩუნოთ და თქვენი პირადი კომფორტი უზრუნველყოთ. ვის აყრით თვალში ნაცარს? LGBT პრაიდები საქართველოში არ უნდა ჩატარდეს. კი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, საუბარი აქ ფუნდამენტურ უფლებებზე, მაგრამ საქართველოში არასდროს არ დაკანონდება ერთსქესიანთა ქორწინება და არასოდეს არ მისცემს ქართული საზოგადოება საშუალებას ამ ეგრეთ წოდებულ LGBT წყვილებს, რომ შვილი აიყვანონ და შვილის აყვანის უფლება ჰქონდეთ. ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს და ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის ქართველი კაცის ფსიქოლოგია. არის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ქართველი კაცი იმაზე აუცილებლად ღირსეულ პასუხს გასცემს და ნურავი ითამაშებს ქართველი კაცის ღირსებით, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ როდესაც პატიმრებს აუპატიურებდნენ ციხეში და ამით ცდილობდნენ მათი ფსიქიკის დანგრევას, ამით ცდილობდნენ ქართული საზოგადოების გადამტრევას და წელში გატეხვას, ქართული საზოგადოება გამოვიდა და ამაზე ძალიან ღირსეული პასუხი გასცა და შეცვალა ხელისუფლებამ, მაგრამ ვაი რომ ამ შეცვლილმა ხელისუფლებამ ქართველი ერის საზიანო ქმედებები განახორციელა და ეროვნული ინტერესები არ დაიცვა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თქვენგანი ასე აზროვნებს. მაგრამ ეს თქვენი პირადი აზრია. მე მადლობას ვუხდი ტექნიკურ ჯგუფს, მადლობას ვუხდი მედია კავშირ ობიექტივს შესაძლებლობისთვის, რომ მეძრევა საშუალება თქვენთან შეხვედრის. მადლობა თითოეული ზარის ავტორს. უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.